რატომ არის კოფეინი პოპულარული, რომლის მასიური გავრცელება მსოფლიოში დაახლოებით მე-15 საუკუნეში დაიწყო? ნივთიერება, რომელიც ორგანიზმის ნაადრევ დაბერებას და გაცვეთას იწვევს და რატომ უწევს მას რეკომენდაციას სისტემა? რაიმე საზიანოს მეინსტრიმად გადაქცევის მიზეზი მოსახლეობის მენტალური კომფორტის ზონაში ყოფნა იწვევს. ხდება თქვენი კოგნიტური მიკერძოების ექსპლუატაცია. კოფეინს რაც შეეხება, ეს არის სასმელი, რომელიც ორგანიზმის ადრენალიზირებას ახდენს, ანუ სტრესის ჰორმონს წევს. და ამ კონკრეტულ ჰორმონს ადამიანი ბიოლოგიურად იყენებს, როდესაც საქმე სიკვდილს-სიცოცხლეს ეხება. ეგრეთ წოდებული fight or flight response. ანუ სხეული განგაშის რეჟიმში გადადის. ფიქრობს, რომ რაიმე საფრთხეს გაურბის, მაგრამ საფრთხე არ არსებულია. ნებისმიერი რამ, რაც სტრესის ჰორმონს წევს, საზიანოა, რადგანაც სტრესის ჰორმონი იწვევს სხეულის დაბერებას. დღევანდელ ეპოქაში, სადაც კორტიზოლი და ადრენალინის მუდმივი გამოძახება ხდება და დამატებით კოფეინის მიღება კიდევ უფრო აჩქარებს ჰორმონალური მარაგის შემცირებას. თუ ადამიანი სწორად იკვებება და ადეკვატურად ისვენებს, მას კოფეინის არანაირი მოთხოვნილება არ ექნება. და თუ აქვს, ეს იმას ნიშნავს, რომ უხარისხო საკვებს იღებს და ცენტრალური ნერვული სისტემა გადაღლილი და გადამწვარია და არ არის სრულიად აღდგენილი. ამიტომ ვარჯიშის წინ თუ კოფეინი გჭირდებათ, ეს იმის ნიშანია, რომ სხეულის სრული რეგენერაცია არ მომხდარა. სრულიად აღდგენილ მდგომარეობაში არსებულ სხეულს ფიზიკური აქტივობის მოთხოვნილება ბუნებრივად აქვს, რადგან ფიტნესი არის პალეოლითური აქტივობის სიმულაცია. არის მეორე კატეგორია, რომელიც სწორად იკვებება, კარგად ძინავს, მაგრამ მაინც იღებს კოფეინს. ეს უკვე კლასიკური დესტრუქციულ ჩვევაზე დამოკიდებული შემთხვევაა. სისტემის მიერ კოფეინის პოპულარიზაციას სხვა პერსპექტივით უნდა შევხედოთ. რატომ არის კორპორატიულ სამსახურებში ყავის აპარატები და თვითონ ყავა უფასო? იმიტომ, რომ იმაზე მეტი კონტრიბუცია შეიტანოს სისტემაში, ვიდრე ეს თქვენ სხეულს შეუძლია. ანტიკურ ხანაში მონებს მათრახს ურტყავდნენ, რაც ორგანიზმის ადრენალიზირებას ახდენდა, რის გამოც მონა უფრო ენერგიულად მუშაობდა ტკივილის ფონზე. დღეს მათრახი კოფეინით ჩანაცვლდა. ანუ საკუთარი ხელით ვიმათრახებთ თავს და ვერც ვაანალიზებთ. ჩვენი წინაპრები ენერგიას ხარისხიანი ცილებისგან, ცხიმებისგან, ახშირწყლებისგან და დილის მზის სხივებისგან იღებდნენ. გააკეთო იმის საწინააღმდეგო რაზეც ბიოლოგიურად არ ვართ დაპროგრამებული, გრძელვადიან პერსპექტივაში საბოლოო შედეგი საზიანო იქნება.